15 წლის ანანო სიხარულიძეს 1 წლის წინ ავთვისებიანი სიმსივნის ოსტეოსარკომას მესამე სტადია დაუდგინდა. პაციენტმა ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით თურქეთში აჯიბადემის ჰოსპიტალში დაიწყო მკურნალობა. მოზარდს 9 თვის წინ საკმაოდ რთული 12 საათიანი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც წარმატებული გამოდგა. პაციენტის მშობელი სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარებით და თურქული კლინიკის მომსახურებით ძალიან კმაყოფილია. სოლიდარობას და ჯანდაცვას მინდა რომ მადლობა უთხრა მისთვის, რომ სრულად ხდება დაფინანსება და ესეთი კარგი კლინიკა შერჩეული, სადაც არის უმაღლესი დონის პროფესიონალური ექიმები, ენის ბარიერის გამო გვეხმარება თარჯიმნები, რომლებსაც ასევე მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ გვეხმარებიან ექიმთან ვიზიტის დროს, ასევე კლინიკას აქვს მომსახურებაში შედის ტრანსპორტით მომსახურება გარკვეულ ტერიტორიებზე. მე რასაც უყურებ ახლა მარტო ჩვენ არ ვართ, სხვა პაციენტებიც არიან, ანუ ამ მხრივ არის ძალიან დალაგებული სიტუაცია და ყველაფერი ერთმანეთზეა ისე, რომ პაციენტი ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს ამიერიდან სერვისის მიღება დამატებით თურქეთის კიდევ 3 კლინიკაში შეეძლებათ. პროგრამას მედიკანას საერთაშორისო კლინიკა, MC ჰოსპიტალი და მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაემატა. ახალ პარტნიორ კლინიკებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა. ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტის განხორციელება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ამის გამო ძალიან აღფრთოვანებულები ვართ. გვაქვს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, გვაქვს გამოცდილი ექიმები და საუკეთესო ტექნოლოგიები, რომლებიც განკუთვნილია პედიატრიული ონკოლოგიური პაციენტებისთვის. ამ მიმართულებით თანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ასოციაციებთან. ჩვენი ექიმები ამ ორგანიზაციებთან აფილირებულები არიან. ჩვენი კლინიკა მზადაა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველ ბავშვებს საუკეთესო სერვისს მივაწვდით. მთელი საქართველო აი ყველა გულშემატკივრობთ თქვენ. პროგრამის ახალ და მანამდე არსებულ პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე თურქეთში მყოფ პატარა ქართველ პაციენტებსა და მათ მშობლებს შეხვდა. მკურნალობის პროცესს გაიცნო და კლინიკებში მათთვის ხელმისაწვდომი მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ვფიქრობ, რომ წარმატებულია ეს პროგრამა და საზოგადოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად არის საუკეთესო ინტერესების სამსახურში, რასაც მოითხოვს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბატონი მინისტრისა და მისი გუნდის მასპინძლობა ჩვენთვის დიდი ბედნიერება. ვამაყობთ და მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივი პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება. ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაფართოვოთ. მედიპოლ მეგა 4 საავადმყოფოსგან შემდგარი კომპლექსია. ეს არის უნიკალური საავადმყოფო, სადაც 815 საწოლია განთავსებული. ტექნოლოგიური თვალსაზრისით ჩვენი კლინიკა ძალიან განვითარებულია. აქ ყველაზე თანამედროვე და უმაღლესი ტექნოლოგიები გვაქვს წარმოდგენილი. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკას და სტანდარტული მკურნალობის კურსს, ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას და პროტონოთერაპიას. ამ მოქმედებიდან დღემდე პროგრამაში 157 ბენეფიციარი ჩაერთო. მკურნალობა უკვე 100 პაციენტმა დაასრულა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან უკვე 1 წელია ვთანამშრომლობთ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის მიმართულებით. ამ 1 წლის განმავლობაში 50 ბავშვის მკურნალობა დავასრულეთ და ისინი თავიანთ ქვეყნებში დავაბრუნეთ. ეს ბავშვები ახლა მხოლოდ საქართველოს თქვენი შვილები აღარ არიან. ისინი ჩვენს შვილებადაც იქცნენ. ეს ჩვენთვის უდიდესი ბედნიერებაა. ჩვენ ყოველთვის აქ ვართ, რათა დავეხმაროთ ჩვენს პატარებს განკურნებით, განსაკუთრებით ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს და მოხარული ვართ თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებით. 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია. სულ მალე საქართველოში თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი იქნება, სადაც ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი.